ადამიანები ხშირად საკუთარ წონაში მატებას აბრალებენ ხოლმე სხვადასხვა მოვლენებს, განსაკუთრებით ვიტამინებს, ამბობენ რომ რაც ვიტამინების სმა დავიწყე, წონაში მოვიმატე და ან რომელი ვიტამინი ამატებინებს წონაში, ან იციან რომ ბავშვებს ვიტამინებს თუ მისცემ, წონაში მატებას დაიწყებს, იმიტომ რომ ბავშვი თუ უჭმელია, ვიტამინები აკლია, ესე იგი. სხვადასხვა იდეები არსებობს და სინამდვილეში რა ხდება? ამაზე ვისაუბრებთ. რომელი ვიტამინებია, რომელსაც მართლა შეუძლია რაღაცა გავლენა იქონიოს წონაზე, ან აქეთ, ან იქით და რომელი ვიტამინებია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს წონაში მატებასთან. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ვიტამინები ძალიან ნაკლებადაა დაკავშირებული წონაში მატებასთან, მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, უმეტესად ეს ადამიანის სუბიექტური აღქმებია, უმეტესად ადამიანები უბრალოდ ცდილობენ რომ რაღაც მესამე რაღაცას გადააბრალონ ხოლმე საკუთარი წონაში მატება, უმრავლეს შემთხვევაში წონაში მატებას იწვევს არა ვიტამინების მიღება, არამედ მეტის ჭამა, ეს მეტის ჭამა შეიძლება იყოს დაკავშირებული მეტ სტრესთან, კოინციდენტს ეძახიან, რომ ადამიანი რატო იღებს ვიტამინების მიღებას, იმიტომ რომ რაღაც პრობლემა გაუჩნდა, ხო, უმეტესად და ეს პრობლემა იწვევს სტრესი იწვევს გაძლიერებულ მადას და დამთხევა ხდება ის, რომ ადამიანი იწყებს ამავდროულად ვიტამინების მიღებას და ამ პერიოდში შეიძლება ადამიანმა აკრიფოს წონა და მე დაუკავშიროს, რომ ვიტამინები რო დავლიე წონაში მატება დავიწყე. არის რამდენიმე შემთხვევა მართლა, როცა წონაში მატება ვიტამინებთან დაკავშირებულია და ასეთი შემთხვევებია, მაგალითად B12-ის დეფიციტი, ძლიერი B12-ის დეფიციტი თუ აქვს ადამიანს, წონაში იკლებს, ასევე თუთიის დეფიციტი, წონაში იკლებს უმადობა და როდესაც იღებს B12-ს, შეიძლება მადა გაუძლიერდეს ადამიანს, ან თუთია არა ვიტამინი, მაგრამ მიკროელემენტია და მაინც ვიტამინებში ამ შემთხვევაში პირობითად გაყავს. ამ შემთხვევაში შეიძლება მოიმატოს ადამიანმა წონაში, მაგრამ ეს წონაში მატება კი არ არის, რომ ეს გასუქდეს ადამიანი, არამედ როგორც წესი ძალიან გამხდარია და ნორმისკენ მიდის. ამაზეა საუბარი და არა გასუქებაზე. მეორე მოვლენა, როცა რეალურად ვიტამინების მიღება არის კავშირში წონაში მატებასთან, ეს არის ნიაცინი, ან ვიტამინი B3 და პელაგრა, ესეთი დაავადება არსებობს, რომელიც დაკავშირებულია ნიაცინის დეფიციტთან და პელაგრას პრევენციისთვის მაგალითად ხორბლეულობას და ასეთი პურეულ რაღაცებს ზოგჯერ უკეთებენ დამატებით B3 ვიტამინს და ადამიანები, რომლებიც აი ამ მზა ხორბლეულის საკვებს ჭამენ დიდი რაოდენობით, იღებენ დიდი რაოდენობით B3 ვიტამინს და თუ იღებენ ძალიან ბევრს 1-დან 3 გრამამდე დღეში, რაც ვიტამინი B3-ისთვის არის უზარმაზარი დოზა პირდაპირ გაგებით, მაშინ როცა ადამიანს ჭირდება 14-16 მილიგრამი და იღებს 1-დან 3 გრამამდე. უზარმაზარი დოზაა ადამიანისთვის ეს. ამ შემთხვევაში ოქსიდაციური სტრესი იზრდება ორგანიზმში, ინსულინ რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს და ადამიანმა მოიმატოს წონაში, ანუ ეს ბიფაზური რეაქცია კონდეს საკვებზე, როცა საკვებს ჭამს, გლუკოზის სპაიკი გვაქვს, მე ერთბაშად ვარდება, მე ისე უნდა საჭმელი და აი ეს კრეივინგი და მან კერი წრე ირთვება. ეს შესაძლებელია, ეს არის აღწერილი კიდევაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ან უზარმაზარ დოზებზეა საუბარია, თუ ამას არ იღებთ მაინც ვიტამინ B3-ს, სხვა ვიტამინების შემთხვევაში ძალიან დაბალია ალბათობა, უკავშირებენ ხოლმე კიდე B ჯგუფის სხვა ვიტამინებსაც, რადგან ცხიმის სინთეზში მონაწილეობენ მოკლედ ეგ ვიტამინები და ნახშირწყლების და უკავშირებენ B ჯგუფის ვიტამინებს მოკლედ წონაში მატებას კიდე, მაგრამ არაფერი, აი ხელშესახები ისეთი კვლევები და მტკიცებულებები, რომ თქვა B ვიტამინის მიღებამ გამოიწვია წონაში მატება, გარდა აი ამ B3-ისა ნიშნულოვანი არაფერი არ გვაქვს. შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ რაღაც B ვიტამინები იღებ, თეორიულად არის შანსი, რომ აი მაღალ დოზებში შეიძლება რაღაც წონაში მატებას ხელი შეუწყოს.
მეორეს მხრივ მოდის ხოლმე ეს ბავშვებთან დაკავშირებით, რომ ანუ ბავშვებს აძლევენ ხოლმე ვიტამინებს იმისთვის, რომ მადა მოუმატონ და ადამიანებს აქვთ რაღაც გამჯდარი შინაგანად რომ თუ ვიტამინებს მიიღებს ადამიანი მადა მოემატება, ჭამას დაიწყებს და მერე წონში მოიმატებს. არ დასტურდება, ანუ კვლევით არ დასტურდება, ეგ არ არის სიმართლე. ვიტამინ A-ზე არის ხოლმე კიდე, რომ აი ვიტამინი A-ს დიდი რაოდენობით მიიღება იწვევს წონში მატებას ადიპოგენური თვისებები აქვს ვიტამინ A-ს. მეორეს მხრივ ვიტამინი A პირიქით სეროტონის სინთეზს ხელს უწყობს და პირიქით შეიძლება მადა შეამციროს. კომპლექსურია, არ არის ეს სწორხაზოვნად, რომ აი ვიტამინი A მიიღოს ადამიანმა წონში მოიმატოს, არ არის, ანუ არ დასტურდება ესე კვლევებით, პირიქით მეტიც, თქვათ, ბავშვებში A ვიტამინის დეფიციტია დაკავშირებული წონში მატებასთან და არა A ვიტამინის მიღება. A ვიტამინის მიღება პირიქით ან ზრდასთანაა დაკავშირებული, სხეულის ზრდასთან ჩვეულებრივ, მაგრამ თვითონ ბავშვის წონა და ჭარბწონიანობა უფრო A ვიტამინის დეფიციტთანაა დაკავშირებული, ვიდრე ნორმალური A ვიტამინის მიღებასთან. და ეხლა ვთქვათ, ის ვიტამინები, რომელიც საერთოდ არაა კავშირში წონაში მატებასთან პირიქით, უმეტეს შემთხვევაში წონაში კლებას ეხმარებიან, ესეთია D ვიტამინი. D ვიტამინი ცნობილია, რომ ვისაც D ვიტამინის დეფიციტი აქვს, იმ ადამიანებში წონაში მატება, ჭარბწონიანობა ბევრად უფრო გამოკვეთილია, ვიდრე იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს დეფიციტი. შესაბამისად, D ვიტამინის მიღება პირიქით მადის დაქვეითებას იწვევს და წონაში კლებაში ეხმარება. დაახლოებით 800 საერთაშორისო ერთეულია ნორმალური D ვიტამინისთვის. მეორე ესეთი არის C ვიტამინი. C ვიტამინი მეტაბოლიზმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ოქსიდაციური ძლიერი ანტიოქსიდანტია და ოქსიდაციურ სტრესს ამცირებს და C ვიტამინის ნაკლებობა ხშირად არის ასოცირებული წონში მატებასთან. პირიქით, ანუ C ვიტამინის მიღება მოკლედ ეხმარება ცხიმის წვაში, ეხმარება მეტაბოლიზმს, ოქსიდაციური სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. შესაბამისად, C ვიტამინი ასევე პირიქით დაკავშირებულია წონში კლებასთან, არა თუ მატებასთან. და სხვა B ვიტამინები B1, B2, B7, B9 ეგენიც ძირითადად არ არის დაკავშირებული წონში მატებასთან, ну არც წონში კლებასთან ძირითადად, მაგრამ უფრო ნეიტრალურებია მოკლედ და რა მნიშვნელოვანი კვლევები არ აქვს, რომელთაც დასტურდება, რომ წონში მატებას ვიწოვეთ. რო შევაჯამოთ, მოკლედ უმეტესად ესაა ან სუბიექტური განცდა, ან ის ცოდნა, რომელიც B3-თან დაკავშირებით არსებობს, რომ აი B3-ს ძალიან დიდი რაოდენობით ვინც იღებს ადამიანები, ისინი იმათში დაფიქსირდა წონში მატება. ეგ იყო ყველა მთავარი რაც ეფუძნება რეალურად ის მითია, ძალიან დიდწილად მითია, რომ ვიტამინები წონში მატებას იწვევს. მით უმეტეს, ანუ საუბარი არ არის ხა 20-ჯერ და 30-ჯერ მაღალი დოზები თუ მიიღე, ნებისმიერი წამალი ან ნებისმიერი საკვები დანამატი შეიძლება საკვებმა დანამატმა შეიძლება უარყოფითი ეფექტი მოქცეს ორგანიზმზე. მაგრამ ის რომ ხა ზომიერად მიიღო და წონში მოიმატო, ესე არ ფიქსირდება. შესაბამისად, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მოკლედ ვიტამინებს ვინც იღებთ, არა, ვიტამინები არ იწვევს წონში მატებას. გარდა რაღაცა ერთეული ძალიან კონკრეტული შემთხვევებისა, როცა შეიძლება ძალიან მაღალი დოზებით მიიღოს, მაგალითად B3 ვიტამინი ადამიანმა. B6-ზე არის ხოლმე რაღაცები, კამათები, მაგრამ ძალიან ორაზროვანია. B12-ზე გითხარით როგორც არის, რომ დეფიციტი პირიქით იწვევს წონში კლებას და შეიძლება თუ მიიღებ, მაგან გამოიწვევს წონში მატება, მაგრამ არა ჭარბწონიანობა, არამედ ის, რომ თქვა წონში დეფიციტი და ადამიანი ამოვიდეს. აი ეს არის, რაც უნდა ვიცოდეთ ვიტამინებზე. გავაკეთებ კიდევაც ვიტამინების განხილვას, მოკლედ დეტალურად, შემდეგ ვიდეოში ან იმის შემდეგში, რომ ვიცოდეთ რომელი ვიტამინი რას აკეთებს, რომ ადამიანებს კონდეთ ნათელი წარმოდგენა და არ არის ხოლმე კარგად ახსნილი სხვათა შორის რომელი ვიტამინი რას აკეთებს. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ ჩემთან ხართ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. თქვენი მხარდაჭერა ნიშნავს არხის განვითარებას, არხის განვითარება კიდე ნიშნავს რომ შევძლებთ რომ ბევრ ადამიანს დავეხმაროთ, რა ცოტათი მაინც და ეს უკვე დიდი საქმეა. მადლობა ინტერესისთვის.